მიდი რა, ფლოთერში გავერთობით. დრაკონები რა გასართობია, საშიშები არიან, არავით არ იმხიარულება. ხო, მაგრამ ფლოთერში დრაკონთა დიდი მიგრაცია უიშვიათესი რამაა. ნუ თუ ასეთი შანსს ხელიდან გაუშვებ. დიახ, მიუხედავად ყველაფრისა, დიახ. ფლოთერში ეს არ უნდა გამოტავა. რა არ უნდა გამოტავა? დრაკონები? დიდი, საშიში, ცეცხლის მფრქვეველი დრაკონები? დიახ, გმადლობ, მაგრამ არ მინდა. მისმინე, ფლოთერში. შენთან ერთად პეპლების მოსაწყენ მიგრაციას ხომ დავესწარი? ახლა შენი ჯერია იხილო დრაკონთა მიგრაცია. ჩვენ თამალში ხარ. უკვე ვიპასუხეთ. არა. კარგი, ამჯერად ნებას მომცე, მისე მოიქცე როგორც გინდა. ვერ ხედავ დრაკონებს. ვერც მე. ნუ თუ ყველაფერი გამოვტოვეთ. არა მგონია. ჩვენ უბრალოდ ადრე მოვედით და ეს კარგიცაა. მიგრაციის თითოეულ მომენტით ზედმეტი ყურადღების მიპყრობის გარეშე დავტკბებით. მოგესალმებით, აბარა სიტყვით. გავარ მხურვალემზეს. ასე თუ მიიქცევ ყურადღებას, დრაკონები შეგამჩნევენ და მერე სიმხურვალე ნამდვილად არ მოგაკლდება. კარგად გამოიყურები, მაგრამ იქნებ თხრილში ჩამოხვიდე და ჩვენთან ერთად დაიმალო. მე შეუდარებელს ვიტყოდი. ვინ თქვა, რომ კამუფლაჟი აუცილებლად მუქი უნდა იყოს? მეგობრებო, შეხედეთ, დრაკონები. ვაუ! გასაოცარია. სუსტი მანევრი იყო. სულ ეს არის რაც შეუძლიათ. ამაზე რაღაც იტყვი. ესეც სუსტი იყო? ნამდვილად არა. თავში მხოლოდ სიტყვა ძვინვარე მომდის. ზე ახმატებული. შიშის მომგვრელი? დიახ. ჩვენი დრაკონთა ძალები ანგარიშს გასაწევია. მართალი ხარ, სპაიკ. ასეთი საშიში წინსაფარი ჯერ არ მინახავთ. რა გაქვთ წინსაფრების საწინააღმდეგო? ქერცლზე რომ მოცვი გადაგესხმება, მათ შემდეგ დააფასებ. უпростоრად ფრთებზე. რომ იცოდე, რთულად მოსაშორებელი ლაქაა. რთული ლაქა უსუსური დრაკონის წინააღმდეგ. თავი დაანებე რეინბოუ დეშ. სპაიქს განსაკუთრებული სტილი აქვს. ის მათ არ გავს, არც მათსავით იქცევა. ჩვენი პატარა სპაიკი თავისებურად სრულყოფილია. მე სხვა დრაკონებს არ გავარ. ოდნავადაც არა. რად გინდა მათ რომ ვგავდე, სპაიკ? მართალია, შენ ისეთი რამ გაქვს, რაზეც საზარელ დრაკონებს მხოლოდ ოცნება შეუძლიათ. ასეთი რამ აქვს, რბილი და პატარა ლოყები. სიყვარული? დრაკონის სიყვარული არ უნდა იყოს. ო, მართალია, საყვარელო. როგორ საყვარლად აგიწითლდა ლოყები, ნეტა ვიცოდე როგორ გიხდება. ისეთი მომხიბვლელია, როდესაც გაბრაზებული მიბაჯბაჯებს. მიბაჯბაჯებსო? ვინ ვარ? საიდან ვარ? ვინ უნდა ვიყო? არ ვიცი. ხომ გითხარი, ჩემთან რომ მოგიყვანეს, ჯერ კიდევ კვერცხში იყავი. არ ვიცი ვინ გიპოვა, სად? სულ ეს არის რას იცი? წუხვარ, სპაიკ. ეს ჩემი წარმომავლობის გარკვევაში ვერ დამეხმარება. პასუხები მჭირდება. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სრულიად უცხოს ვუყურებ. პაიკ. მოდი ახლა დავიწყოთ ზებნა. ყველაფრის გარკვევად ცადოთ. მართლა? დამეხმარები? რა თქმა უნდა. დარწმუნებული ვარ, ამას ვიპოვით. არაფერია. აკაც არაფერია. დრაკონებზე საერთოდ არაფერია. ეს უკვე სასაცილოა. გეთანხმები. დაუჯერებელია, მაგრამ როგორც ჩანს, პონებმა დრაკონებზე არაფერი იციან. ალბათ იმდენად საშიშები არიან, რომ ვერც კი ეკონტაქტებიან. ნეტო დრაკონები თუ ტირიან.
არაფერია ბინდო. რადაც არ უნდა დამიჯდეს, მაინც გავარკვევ ჩემს ვინაობას. გამარჯობა. დილა მშვიდობისა. ერთად ვისაუზმოთ. დიდებული იდეა, ძალიან მომშვიდდა. მენუ გამითვალისწინებთ. საქმეს ახლა უნდა შეუდგე. რა საქმე გაქვს? ხო. თვით აღმოჩენის გზას ვადგავარ. დრაკონობა უნდა ვისწავლო. ამას კი მხოლოდ მაშინ მოვახერხებ, თუ დრაკონების მიგრაციას შევუერთდები. რა? სპაიკ, ეს რა სისულელია? ვიცი რომ დრაკონი ხარ, თუმცა მათთან საქმის დაჭერა არ ღირს. ისინი უზარმაზარი საშიში დრაკონები არიან. მე კი პატარა და მშვიდი ვარ. წისაფრების დარებაც მომწონს. მხოლოდ იმის ხმას ვცდილობ, რომ შესაძლოა დაშავდე. საყვარელო ამჯერად რეინბოუ დეშს ვეთანხმები. არ მსურს გიგანტურმა მახინჯმა და საზარელმა დრაკონებმა ამ პატარა საყვარელ ქერცლიან არსებას რამე დაუშავონ. წუხვარ, მაგრამ მე უკვე გადავწყვიტე. დროზე რამე იღონე. შეაჩერე. ახლავე დამიბრუნე. შეწყვიტეთ. მართლა? არ მითხრა რომ წასვლის ნებას აძლევ. ასია სპაიკ. შენს კითხვებს ვერ უპასუხე. ჩემი ბიბლიოთეკაც უძლურია. სრულებით მესმის რატომაც მიდიხარ. ეს ძიება რომ შენთვის უმნიშვნელოვანესია ვიცი. შენი შეჩერების უფლება არ გვაქვს. ალბათ მართალი ხარ. ეს მაინც სისულელია, თუმცა მსგავსი სისულელე თავადაც არაერთხელ ჩამიდენია. ვიცით. ალბათ დამშვიდობების დროა სპაიკ. შენს დაბრუნებას დიდი მოუთმელობით დაველოდებით. ხო. შენმა მოგზაურობამ, ძიებამ და ეძიებამ კითხვებზე პასუხი გაპოვნინოს. დიდი მადლობა პონებო. ჯერ ასეც იქნება. ნახვამდი სპაიკ. აბა შენ იცი დიდო ბიჭო. ჩუმად გავყვეთ. რა თქმა უნდა. შესანიშნავია. აი მოზარდებით. თანაც მგონი ჩემხელები არიან. დამიჯერეთ ნამდვილი დრაკონისგან ადვილი გასარჩევები ვართ. კარგი ერთი, ეს კოსტუმი მშვენიერია. ჩემი ნამუშევარია. ჩუმად. მაშინ უფრო ადვილად გაგვარჩევენ, როდესაც დრაკონის მოცლიდან სამი ხმა შემოესმებათ. უკაცრავად. გამარჯობა, მე სპაიკი ვარ. დარწმუნებული ხარ, რომ სპაიკი ხარ და არა ჭიაყელა? არა, მე სპაიკი ვარ. თუმცა ამაში დარწმუნებული არ ვარ. მე უფრო რწყილს გამსგავსებ. თავი დაანებეთ ბიჭებო, შეეშვით, თორემ გაგვიფრინდება. თუმცა ფრთები არ აქვს. მიგრაციის დროს დედიკოსთან ერთად მიფრინავდი. მითხარი, დედასთან ერთად? ასე არ იყო. არა, ვერ ხედავთ? სპაიკი ახლახანს გამოიჩეკა. დავნაძლევდეთ ღამღამობით ჯერ თითებს თვითონ წოვს. არა, ჭყალი? თვეებია, რაც არ მომიწოვია. აქამდე რატომ არ გვინახი ხარ? აქამდე პონივილში ვცხოვრობდი. პონივილში? მაშინ გასაგებია. არის მასში რაღაც პონისთვის დამახასიათებელი. იმასაც ვიტყოდი, რომ ნახევრად პონი ხარ. ვინმე? არ ვარ ნახევრად პონი. შემომხედე, მე დრაკონი ვარ. ან იქნებ დრაკონის კოსტუმში გამოწყობილი პონი ხარ. პონი, დრაკონის კოსტუმში. ხო, სასაცილოა. მე ნამდვილი დრაკონი ვარ. მაშინ დაგვიმტკიცე. როგორ? დრაკონულად მოიგეცი. პატარა შეჯიბრზე რა აზრის ხარ? მაგარია.
როგორ ფიქრობ, მათ აჯობებ პატარა? პრინცესა სელესტიასგან საყვარელო სპაიკ. გესმით ბიჭებო, სპაიკს პრინცესასთან მიმოწერა აქვს. წერილი გადააგდო. შესაძლოა მასში რაღაც მნიშვნელოვანი ეწერა. ახლა ამის დრო არ არის ბინდო. სპაიკს უნდა დავახმაროთ. ვიცი. თუმცა უფლება არ ქონდა პრინცესა სელესტიას უპატივცემულოდ მოქცეოდა. იქნებ კუდმჭიდში შევეჯიბროთ. მზად ხარ? წავიდა. გამარჯვებულია. ანუ კუდმჭიდი სპაიკმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა. რამე დაუშავდება? წავიდეთ. სპაიკს კუდმჭიდში ვიწვავ. ეს მახინჯი ვინაა? გონი კრეგლის ბიძაშვილია. მაშინ გასაგებია. მზად ხარ? წავიდა. სპაიკმა გაიმარჯვა. ოჩახ პატარა სპაიკ, იქნებ მართლაც დრაკონი ხარ. იქნებ ასეც არის. რეინბოუ, არ მჯერა რომ შენ მას სულელურმა გეგმამ გაამართლა. ვინ არის შემდეგი? გათამამდი პატარა. მომწონს. მოდი ამას შეერკინე. მიდი. წავიდა. სპაიკ, ჯერ კიდევ ვერ დაგვიმტკიცა რომ დრაკონი ხარ. ხომ მართალი ვარ? მონდომებაში ხომ მაინც მეკუთვნის მაღალი შეფასება? შესაძლოა. მოდი ვნახოთ შემდეგ შეჯიბრში რას იზამ. ურდოს მეფე. ეს შენი ჩანსია. საით მიგეჩქარება. ურდოს მეფე. კიდევ ერთი წარუმატებლობა სპაიკ. ნახოთ ლავაში ხტომის შეჯიბრში რას იზამ პატარა. ვინც მეტ ლავას ამოაფრქვევს, გამარჯვებულიც ის იქნება. აბა, დავიწყოთ? წავიდა. ამჯერად სპაიკს თავად მოუწევს ბრძოლა. რაშია საქმე სპაიკ? გეშინია რომ ლავამ კოსტუმი დაგიწვას? ასეთი ცუდი იყო? არა ძმაო, მაგარი იყო. ვერც ერთი პონი ვერ გაუძლებდა მოცლით ასე დახეთქებას. შენ მაგარი პატარა დრაკონი ხარ. სპაიკ, მოცლით დახეთქებით დაგვიმტკიცა რომ ღირსეული ხარ. ახალწოული დრაკონის ტიტულით დაგაჯილდოვებ. ჩვენი რიტუალის დროა. დრაკონების შესაფერისად გავერთოთ. როგორც დრაკონებს ეკადრებათ. მართლაც შესანიშნავი იყო. შესანიშნავი? ალბათ პონივილის სტანდარტით ასეცაა. ჩვენთან დარჩი სპაიკ. დრაკონად ყოფნამდე კიდევ ბევრი გაკლია. არსად ვაპირებ წასვლას? ისე კარგად ვარ, მგონია რომ თქვენთან სამუდამოდ დავრჩები. სამუდამოდ? საყვარელი სპაიკი, ამ საშინელ დრაკონებთან სამუდამოდ დარჩება? ოღონდეს არა. რა საშინელებაა? ბიბლიოთეკიდან გასვლის საშუალება არ უნდა მიმეცა.
არა რეინბოუ, ყველაფერი ჩემი ბრალია. მე შევაგულიანე. სპაიკ ვფიქრობ მზად ხარ მონაწილეობა მიიღო დრაკონთა იერიშში. მაგარია. ასევე ახლოს ფენიქსის ბუდია, რომელიც კვერცხებისგან უნდა დავაცარიელოთ. ხომ გეყოფა იერიშში მონაწილეობის განბედაობა? აბა რა, მაგრად ვღელავ, უпростоრად ერთი სული მაქვს, მაშინ გავფრინდეთ. უკაცრავად ბიჭებო. შემდეგ ჯერზე იერიშს რომ მიიტანთ, ისევ კრატერთან შევხვდებით. შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. არა, სპაიკი წაიყვანეს. უნდა დაბედებნოთ. შეჩერდი. რეინბოუ, ფრენა არ შეგვიძლია. თანაც ჩემს კოსტიუმს გააფუჭებ. წუხვარ, მაგრამ სპაიკს უნდა დავეხმაროთ. ეს როგორმე უნდა მოვახერხოთ. კარგი სპაიკ, რადგან ნახალწოვული დრაკონი ხარ, ბუდიდან შობლების გატყუება მოგიწევს. როგორ გამიმართლა? იმოქმედე. მისტერ და მისის ფენიქსებო, შეიძლება რაღაცაზე დავილაპარაკოთ? მე რამდენიმე კითხვის დასმა მსურდა. იჩქარე სპაიკ. ჩიტის ტვინებო, აბა დამიჭირეთ. ეს რა არის? გამოიჩეკნენ. რა უნდა ვქნათ? ბარტყები უნდა მოვიტაცოთ. შეიპყარით. შეიპყარით. დაიჭირეთ. გაგვიქცნენ, როგორ ვერ ვიტან. აბა, აქ რა გვაქვს? რა მოხდა? გაფრინდნენ. კვერცხი მოიპარე? როგორ ჩანს იერიში სრული კრახით, სულაც არ დაგისრულებია. კარგია, მაგარია. ყოჩახ სპაიკ. რაღაც ელოდები, გატეხე. კვერცხი გავტეხო? ხო. ო, მიწაზე დაახეთქე. გატეხე, გატეხე. გატეხე, გატეხე. არა, ეს დაუცველი კვერცხია. მენც ასეთი ვიყავი, ამას არ დავუშვებ. რა თქვი? არა მეთქი. უარს არაფერზე მეუბნებიან. ჭყალსაც კი ვერავინ დააკარებს. მართალია. ბრძოლა ჩემი სტილი არ არის. მე უფრო მოდამიზიდავს, მაგრამ იცოდეთ, თავიდან ერთი ქერცლიც რომ ჩამოვარდეს, ნაკუწებად გაქცევთ. საზარელი პონები, სპაიკ. ეს პაწაწინა პონები შენი მეგობრები არიან, არა? ხო, მეგობრები არიან. საუკეთესო მეგობრები, მათ შორის ვინც კი შეიძლება ოდესმე მყოლოდა. უკან დაიხიეთ, თორემ გაიგებთ, რისი გაკეთება შეგვიძლია პონებს, სულელ დრაკონებთან დასაპირისპირებლად. ხო? მაინც რა შეგიძლიათ? გავიქცეთ. ძლივს გამოვასწარეთ. გმადლობ, მეგობრებო. არაფრის. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, მეგობრებზე მეტიც. თქვენ ჩემი ოჯახი ხართ. ძვირფასო პრინცესა სელესტია, დრაკონების დიდ მიგრაციის ცქერისას დამაინტერესა თუ როგორი იყო დრაკონობა.
მაგრამ ახლა ვხვდები, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რად დაიბადე. თავარი ის არის თუ როგორი გინდა იყო. შესაძლოა დრაკონად გავჩნდი, მაგრამ ეკვესტრიაში პონებმა სიკეთე ერთგულება და პატიოსნება შემაყვარეს. ვამაყობ, რომ პონივილი ჩემი სახლია. პონები კი ჩემი ოჯახის წევრები არიან. მაგრად თქვენი სპაიკი. გეთილი იყო შენი ფეხი ჩვენს ოჯახში პატარა. ჩემთან დარჩი და გასწავლი, როგორია პონად ყოფნა.